მიერ დაარსებული ღამის სერენადები ბორჯომიდან დაიწყება. ტრადიციად ქცეული მუსიკალური ფესტივალის პროგრამა წელსაც მრავალფეროვანია. მსმენელის წინაშე როგორც ქართველი, ისე უცხოელი მუსიკოსები წარსდგებიან. ჯამში კონცერტები საქართველოს 3 ქალაქში გაიმართება და 11 ოქტომბერს დასრულდება. მუსიკალური საღამოების ტრადიცია, რომელიც უკვე 4 წელზე მეტ სითulis გრძელდება. მსოფლიოში ცნობილი მევიოლინეს ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული მუსიკალური ფესტივალი ღამის სერენადები ქალაქ ბორჯომიდან იწყება. ღამის სერენადების დაარსებიდან უკვე 53 წელი გავიდა. ეს ერთი უძველესი კლასიკური მუსიკის ფესტივალია საქართველოში და ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში. მარიო სტეფანო, პიეტრო დარგი და ჩვენი საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები შეასრულებენ ასტორ პიაცოლას პროგრამას. აგრეთვე დაგვემატა ახალგაზრდა მომღერალი მარიამ ბულგიანიშვილი შემოგვიერთდა და ძალიან საინტერესო გახსნითი კონცერტის შესდგება. ორგანიზატორები ყოველ წელს ერთგულ მსმენელს მრავალფეროვანი პროგრამითა და მონაწილეებით ხვდებიან. ბორჯომის შემდეგ ფესტივალი ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც მსმენელებს 3 კონცერტს შესთავაზებენ. 22 აგვისტოს ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კინოლეგენდის ენიო მორიკონეს მუსიკალურ სამყაროში ამოგზაურებენ. მორიკონე, კინოს ლეგენდა, ასე ქვია კონცერტს, რომელშიც ქართულ შემსრულებლებთან ერთად იტალიელი მესაყვირე ნელო სალცა მონაწილეობს, რომელსაც მორიკონესთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა. ეს ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდება და უფრო საინტერესო და მომხიბვლელი ხდება, როგორც მსმენელთათვის, ისე შემსრულებელთათვის. იმიტომ რომ განებივრებულები ვართ არაჩვეულებრივი სოლისტებით პირველ რიგში, რომლებიც მუდმივად სიახლეებით და ახალი მუსიკით, ახალი შემოქმედებითი ახტაცების, იცით რას გვიკეთებენ, არ გვაკლებენ ამ მუსიკალური ახტაცების მომენტებს. და ჩვენც ვართ მთელი არსებით ჩართულები ამ შემოქმედებით პროცესში. მუსიკალური საღამოები ბორჯომისა და ბათუმის შემდეგ თბილისში გაგრძელდება. 9 ოქტომბერს მსმენელებს ბრამსისა და ჩაიკოვსკის კონცერტებზე უმასპინძლებენ. ფესტივალის დასკვნეთი საღამო კი ცნობილ არგენტინელ ტანგოს კომპოზიტორს ასტორ პიაცოლას მიეძღვნება. ასტორი ტანგო საუკუნე, ასე ქვია კონცერტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პირველად ეწვევა იტალიური საბალეტო დასი. ბალეტო დი რომა დაარსების დღიდან მრავალი წელია კლასიკურ ტრადიციებს თანამედროვე ქორეოგრაფიულ ენასთან აკავშირებს. მათთან ერთად იტალიელი ბანდეონისტი მარიო სტეფანო პიეტრო დარგი პიაცოლას უყუდავ ნაწარმოებებს შეასრულებს. მადლიერი ვარ, რომ ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალის მონაწილე ვარ უკვე რამდენიმე წელია. ბედნიერი ვარ, რომ აქ ბევრ ადამიანს უყვარვარ და ელოდებიან ჩემს კონცერტებს. პროგრამა ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულია. პირველ კონცერტზე შევასრულებ ფელინისადმი მიძღვნილ ნაწარმოებს და ვუკრავ პიაცოლას ნამუშევრებს. ასევე შევასრულებ იტალიელი კომპოზიტორის რობერტო დი მარინოს ახალ ნაწარმოებს. რა თქმა უნდა, ყველა ელოდება პიაცოლას არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს და ჩვენ შევასრულებთ მისი ნაწარმოებების ყველაზე პოპულარულ ნაწილებს. ასე რომ ძალიან საინტერესო საღამოებს გაატარებთ ჩვენთან ერთად. ღამის სერენადები 11 ოქტომბერს დასრულდება. ორგანიზატორები მსმენელებს ქვეყნის 3 ქალაქში 6 კონცერტს შესთავაზებს. ფესტივალის განმავლობაში ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ტრადიციული ვორქშოპები გაიმართება მოსწავლე ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მომის მთავარი გამოშვება ამით დასრულებულია. მე პარასკევამდე გემშვიდობებით დროებით.